მოგესალმებით, იმედია სავსემთვარეობა თქვენთვის ნაყოფიერი იყო. ახლა კი რჩევა ტყის სულების, ჯუჯების და ფერიების ორაკულისგან. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. უსმინეთ თქვენ შინაგან ხმას, ან კოლბების მიხედვით აირჩიეთ ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საჯარო. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ყველაზე მეტად ახლა თქვენ გჭირდებათ რწმენა. სიახლეების, ცვლილებების წინაშე გახართ, ან უბრალოდ გჭირდებათ რწმენა. იქნება ეს საკუთარი თავის, მეგობრის, საყვარელი ადამიანის მიუგდეთ რჩევას, ყური, რას გეუბნებიან თქვენი მშობლები, მეგობრები, სანდო ადამიანები, უფალი, მაღალი ძალები, წინაპრები, დაუგდეთ ყური თუნდაც თქვენს შინაგან ხმას. ძალიან კარგი იქნება თუ სუნთქვით ვარჯიშებს გააკეთებთ, ცეცხლის სტიქიესთვის უპირველეს ყოვლისა არის ეს მესიჯი. გჯეროდეთ საკუთარი თავის, უბრალოდ ახლა რაც გაქვთ გულში, გეგმა არის ეს უნივერსიტეტში ჩაბარება, წასვლა, რაღაც გადაწყვეტილების წინაშე ვინც გახართ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, გჯეროდეთ და გქონდეთ რწმენა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვნახოთ ახლა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ფრთხილად იყავით. უპირველეს ყოვლისა სიფრთხილე არის საჭირო. სიტყვებთან, აზრებთან, ქცევებთან გაითვალისწინეთ ასევე სამსახურში დაგჭირდებათ უფრო მეტი ენერგიის მობილიზება, კონცენტრაციას მიაქციეთ ყურადღება, დიასახლისებო ყურადღება გქონდეთ გასქურასთან დაკავშირებით, ასანთან დაკავშირებით, ცეცხლთან დაკავშირებით, ვინც ხართ მეხანძრეები, ვისაც ამ სტიქიასთან გაქვთ საქმე, ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ზოგადად ყურადღება გამოიჩინეთ დამწვრობასთან დაკავშირებითაც ასევე ვინც არის კონდიტერი, ვინც არის მზარეული, ვისაც უწევს ხშირად კონტაქტი ზოგადად ამ სტიქიასთან, ფრთხილად იყავით. ეს ჩემს კოლეგებსაც ეხებათ. რა თქმა უნდა, ვინც მუშაობს ცეცხლის სტიქიასთან, ვინც ამზადებს სანთლებს და უბრალოდ გაფრთხილდით პირველი 5 დღის მანძილზე. კარგად დაფიქრდით, 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გადაჭერით და ერთხელ გადადგით ნაბიჯი. ნუ ითამაშებთ, თამაშს არ მოაქვს კარგი. ეს არის მეორე ვარიანტისთვის. ფრთხილად არ დაიწვათ და არ დაკარგოთ. მოერიდეთ აქ რისკიან ინვესტიციებს და თამაშს, აზარტულ თამაშებს. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის დატკბით ნელა. ისწავლეთ ტკბობა, ცხოვრებისგან, თქვენი შრომის ნაყოფისგან, დაისვენეთ, ნუ გეჩქარებათ, ნუ ხართ სულ სწრაფები. აი ტკბობასაც თავისი ნიჭი უნდა, სწორედ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არის ეს. ბევრს უყვარს ტკბილეული, სხვათა შორის ეთყობა ჩემნაირი მსუნაგები ხართ. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის არის უპირველეს ყოვლისა. და იცოდეთ, რომ როდესაც რაღაც აკრძალულს ვეხებით, ან ის რაც არ არის ჩვენთვის, ხო? კარგად დავფიქრდეთ, რა შედეგს მოგვიტანს. აქვე ყურადღება მიაქციეთ, რომ აკონტროლეთ თქვენი სურვილები, ზედმეტი ხარჯები არ გქონდეთ. გართობაში, შოპინგზე, ახალი ტელეფონის ყიდვაში, წიგნის ყიდვაში, იმიტომ რომ აქ მრავალმხრივი ადამიანები სხვადასხვა ჰობითა და ინტერესით მოდიან. ბევრი ჰობი გაქვთ ძალიან, აი სხვადასხვა მიმდინარეობის ადამიანები ხართ აქ. ნელ-ნელა. ზოგჯერ იცით რა არის? აი ტკბობა სწორედ იმაშია, სანამ მიზნს მივაღწევთ. სწორედ ამ პროცესში არის ტკბობა. სიამოვნება სწორედ ამაშია. ნუ იჩქარებთ. პირდაპირ რჩევა მესამე ვარიანტისთვის არის ასეთი. მე და ტყის სულები, ფერიები და გნომები გისურვებთ ბედნიერებას, გჯეროდეთ საკუთარი თავის, ფრთხილად იყავით და ნელა დატკბით, შეირგეთ.
აბა თქვენიცით მომავალ შეხვედრამდე.